მოგესალმებით. არა კომპანიის შესახებ გაგვეცანით გითხარით. მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში მე წარმოვადგენ ლაქტალის ჯორჯიას. ლაქტალის ჯორჯია არის ლაქტალის შემავალი ჯგუფის წევრი. ჩვენ ვახორციელებთ იმპორტს სხვადასხვა ქვეყნებიდან, ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან, თანამშრომლობთ მხოლოდ ჯგუფში შემავალი კომპანიებთან. ანუ შესყიდვები სხვა კომპანიებთან არ გვაქვს. გვაქვს ასევე ადგილობრივი წარმოება, ისევე ჩვენ ჯგუფის წევრისგან, ვახორციელებთ ადგილზე დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. კარგი, თქვენს შემთხვევაში მე უბრალოდ განსაკუთრებულად რაც თვალში ხვდება და ეგ აგვიხსნათ ეს არის რომ ფასნამატი არის წარმოუდგენლად მაღალი. ჩვენ ვზივართ ახლა კომპანიები ყველაზე მაღალი თქვენთან ეს შეადგენს 61%-ს. კოქსის, ესე იგი პროდუქციის თვითღირებულების. თვითღირებულება თვითონ არის ძალიან მაღალი ჩვენ შემთხვევაში. ანუ დაახლოებით 55-57% შეადგენს თვითღირებულების ნაწილი. ანუ აქ საუბარია შესასყიდი ფასი და ტრანსპორტირება ჩვენს ქვეყნად. გავიგე, მაგრამ ფასნამატი არის 60%. ამას ემატება ლოჯისტიკა, რომელიც ყველას გვაქვს, დაახლოებით 5-6%-ია, ანუ 7-მდეც არის პერიოდულობით. ემატება კომერციული პირობები, რომელიც არის დაახლოებით 30%-ის ფარგლებში, ხან 33%, საშუალო წლიურ მაჩვენებელს გულისხმობ და ემატება კიდევ სხვა დანარჩენი ხარჯები, რომლებიც საოპერაციო ხარჯებია კომპანიის და თავისთავად მარჟაც. არ ვიცი, ახლა გავიგე, მაგრამ მაინც ვერ ვიხდი პროდუქციის თვითღირებულება ფასნამატთან ხო ასა პროცენტში ვამბობთ. ჩვენ არ ვარგავენ ნომინალში არ გეუბნებით, რომ 10 ლარს ამატებთ, მეთქი გეუბნებით, რომ ფასნამატი წარმოადგენს მარკები 61 არა 2024 82% არის და არ ვიცი რა ციფრებს უყურებ, გამოქვეყნებული რაც არის 24, მე რაც მაქვს მონაცემები, ეს არის დაახლოებით 45-46% ფასნამატის ნაწილი თვითღირებულების გარდა. არა, ურეთ ესა 45%-ია თქვენ საუბრობთ gross profit-ის დონეზე და რაც შეეხება ფასნამატს მარკავს თქვენი ციფრები, თქვენი არის 82% არის და გასაყიდი ფასიდან 24 წელს, რაც არის ჩვენი ხარჯების ნაწილი, თუ გინდა ჩამოვთვალოთ, როგორც თქვენ უყურებთ, 35% არის ჯამში მიწოდების ხარჯები, სადაც შედის კომერციული ნაწილიც და ლოჯისტიკის ნაწილიც, სადღაც 38% არის საოპერაციო ხარჯები, კი გეთახმებით. სადღაც 4-5% იქნება კიდევ დანარჩენი არასაოპერაციო ხარჯები და ადმინისტრაციული ხარჯები და 3-დან 6%-მდე მერყეობს მოგება. 6% გაქვთ, და მაგას არ გეუბნებთ, რა საოპერაციო ხარჯები. თქვენ რასაც მეუბნებთ, ახლა მე კი არ ასე რომ თქვენ მაღალი ციფრი არა, ციფრი როგორ არის, იცი? მაღალი gross profit-ი გაქვთ, მაგრამ მაღალი OPEX-ი გაქვთ, ესე იგი საერთო მარჟები, მოგების მარჟა მაღალი გაქვთ, მაგრამ საოპერაციო ხარჯიც მაღალი გაქვთ და ასეთი მაღალი საოპერაციო ხარჯი აქ მივძივარ, არავის არ აქვს და რა იწევს, ესე იგი მარკეტინგის ნაწილია, ასეთი მაღალი ლოგისტიკის ნაწილია, რომ ესმოდეს, უბრალოდ იმას კი არა, საბოლოო ჯამში net ეფექტი მაინც იქ დადიხართ, სადაც ყველა დადის იმ მარჟაზე ხართ, მაგრამ პროცესში ხო რაღაცა ძალიან ძვირი გიждდებათ და პროდუქტის ასე რომ ვთქვათ, მარკეტინგი გიждდებათ, ასე ძვირი პროდუქტის, ასე იგი წარმოდგენა ბაზარზე გიждდებათ, ახალი პროდუქტის შემოტანა გიждდებათ, ასე ძვირი თუ რა არის, ეს მაინტერესებს უბრალოდ. ნეგატიურად არ გეუბნებით. საოპერაციო ნაწილზე რო შევჯერდეთ 75%, რომელიც დავემთხვიეთ ერთმანეთს, აქედან არის უმეტესი წილი კომერციული პირობები, დანარჩენი არის ლოჯისტიკური მომსახურების. კომერციული პირობები იმპორტიორის თუ ქსელებთან. იმპორტიორებთან არა გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ ჯგუფის წევრები ვარ და ვერტიკალური ინტეგრაციაში ვართ. იქ არ გვაქვს მსგავსი პირობები. მხოლოდ FMCG სექტორს გულისხმობ აქ. ხო, და ესე იგი ამ ნაწილშიც ხო ეგ მაინტერესებს. ხო, ესე იგი თქვენ რომ მარკეტინგისთვის არის ეს ხარჯები, რომელიც იგივე რეტრობონუსები, იგივე არ ვიცი, კეშბექი, იგივე თაროს გადასახადი, ასე შემდეგ, რომ თქვენი პროდუქცია წარმოადგინოთ ბაზარზე. ეს ქმნის ამ დამატებით ხარჯებს. და
მეორე ნაწილი კიდევ რაც მაინტერესებს, რომ თქვენ შემთხვევაში აი გადახდის პერიოდი რამდენი გაქვთ? თქვენ შედარებით უკეთესი პირობა გაქვთ, რა პირობები გაქვთ, იმიტომ რომ მომწოდებელი თქვენი ხავთ და ის ალბათ კონსიგნაციით გაძლევს ამ პროდუქციას, მაგრამ ქსელები რამ პერიოდში გიხდია? აი ჩვენ რადგან ძის პროდუქტების ოპერირებთ, ვადაც ნაკლებია ჩვენი პროდუქტების და სწრაფად ბრუნვადია. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ სხვებთან შედარებით ქსელებთანაც უფრო უკეთესი პირობა ვართ. გვაქვს ეს არის დაახლოებით 45-დან 60 დღე. გააჩნია ქსელის ზომას და თითოეულთან მოლაპარაკების პირობებს. ასე რომ თქვა 60 დღე არის მაქსიმალური, ხო, ну, საშუალოდ გამოდის 45-დან 60 დღემდე. კონტრაქტის პირობით არის 30, მაგრამ ვინაიდან მის რეალიზებულს გვირიცხავს ძირითადად ყველა ქსელი და იტოვებს ნაშთს, ლოგიკურია, რომ გამოდის დაახლოებით 60 დღე და აი ნაშთების მართვა და მონიტორინგი როგორ ხდება? ნებისმიერ პერიოდში, როდესაც ჩვენ გვჭირდება მსგავსი ინფორმაცია, ღიაობა მათი მხრიდან არის და გვაწვდიან მათ ნაშთების შესახებ ინფორმაციას. ჩვენ ესე პროგრამულად წვდომა არ გვაქვს, რა თქმა უნდა. ხო, კარგი. და კიდევ ერთი მაინტერესებს, თქვენი პროდუქციის რა ნაწილი არის, რაც ორგანიზებულ ქსელში ყიდით და რა ნაწილი არის, რომელიც არ ორგანიზებულ ქსელში? ბოლო პერიოდი, ბოლო წლების განმავლობაში 8% არის ტრადიციული მაღაზიები, ასე ვთქვათ. აი ესე იგი, მცირე მაღაზიები არის 8% და 92% არის ესა. და მაინც ამ გადახდის ვადებზე მაინტერესებს. ბოლო 3 წლის განმავლობაში ეს გადახდის პერიოდი გაიზარდა თუ შემცირდა? კონტრაქტის მიხედვით არ გაზრდილა, უბრალოდ იმის გამო, რომ მათი წილი იზრდება, ლოგიკურია, რომ გადახდის პირობა ჯამში კომპანიისთვის იზრდება. ძირითადად ეს არის ახლა 5-6 წლის წინ სხვა. აქ ფაქტია, ახლა კითხვაც არ უნდა, რომ ურთიერთობების დიდი წილი მოდის ამ რეტრობონუსებზე, მარკეტინგის ხარჯებზე, კეშბეკებზე და ასე. ეს ამ თავარი მექანიზმი. შეიძლება რომ გავაგრძელო? მოკლედ თქვენს ჯერს ველოდებოდი განსაკუთრებულად და ბატონმა შოთამ დაიწყო ზუსტად мотивაციით. გავიგეთ თქვენ შეიძლება ისე ტერმინებს ხმარობდეთ, რომ ხალხს არ ესმოდეს, მაგრამ მარტივ ენაზე რო ვთქვა, 2024 წლის ანგარიშით თქვენი თვითღირებულება, რაც არის სადეკლარირებული, ამ თვითღირებულებას დაუმატეთ 82% და ეს იყო თქვენი სარეალიზაციო ფასი. არა, 82% არ დაგვიმატებია, დაახლოებით არის 45-46%. უყურეთ, 159 მილიონი არის დადეკლარირებული როგორც გაყიდვების თვითღირებულება. თვითღირებულების დანამატს გულისხმობს საბაზრო გასაყიდი ფასიდან პროცენტი. ამიტომ მინდოდა რომ ციფრებით. კარგით. აი 82% რო დაუმატეთ, რა ხარჯი შედის, უბრალოდ რომ აგვიხსნათ და თვითღირებულებას რა სტანდარტით ითვლით? ეს არის საზღვარზე თუ თქვენ საწყობში მოტანილი? ეს არის შესასყიდი ფასი ჩვენ საზღვრამდე. ანუ საზღვრის მერე რა ემატება შინაარსობრივად? ადგილობრივი ლოჯისტიკური ხარჯები, ყველაზე დიდი წილი, როგორც თქვით, კომერციული პირობები და მცირე წილია უკვე იქ სხვა დანარჩენი, მათ შორის მარკეტინგული აქტივობა, მათ შორის სხვადასხვა ადმინისტრაციული ხარჯები. რას ვერ აკეთებთ ისე კარგად, როგორც თქვენი წინამორბედები, რომელთა მაგალითად იგივე მაჩვენებელი არის, თუნდაც თქვენს 45%-ზე რომ ვისაუბროთ, ვიღაცის არის 33%, ვიღაცის არის 25%, ასევე რომ ვისაუბროთ მაგალითად საერთო საოპერაციო ხარჯებზე, რომელიც თქვენ შემთხვევაში არის 38%, ყველა სხვა შემთხვევაში არის 20, მაქსიმუმ 25%. და ეს იმ პირობებში, როდესაც თქვენ ხართ პრეზიდენტის ბრენდის შემომტანი, პარმალატი, რძის პროდუქტები, სანტალი წვენები და ასე შემდეგ და იტალიური სტილის ყოლი და ანუ ერთ-ერთი ის კატეგორია, რომელიც თვალნათლივ ძალიან ძვირი ღირს საქართველოში. ამის გარდა გვაქვს პატარა მოკვლევასავით ჩატარებული, სადაც გეტყვით, რომ თქვენი მაგალითად პრეზიდენტის კარაქი ერთ და იგივე დაახლოებით კატეგორიის თუ იტალიაში, გერმანიაში და ასე შემდეგ იყიდება 11 ლარად, 11.5 ლარად, მაქსიმალური თანხები გვაქვს აღებული, აქ იყიდება 18 ლარად. აი თქვენი პროდუქციის შემთხვევაში ძალიან საინტერესო
საინტერესო არის თქვენს წილად მოდის ეს და რასაც ანგარიშებით უყურებთ და თქვენი ფინანსური მონაცემებით აშკარად თქვენ გაქვთ რაღაც ისეთი კარგი მომგებიანობის მოდელი შემუშავებული თუ პირიქით არ ოპერირებთ ეფექტიანად რომ ეს ფასი უჯდება ჩვენს მომხმარებელს თუ თავად ქსელების ხარჯზე ხდება ფასების ასეთი რადიკალური ცვლილება გისმენთ ფასებს რაც შეეხება სხვა ქვეყნებთან და ჩვენთან აქ განსაზღვრავს რამდენიმე ფაქტორი. პირველ რიგში ეს არის ტრანსპორტირება ჩვენ ქვეყნამდე, პლუს ჩვენ შესაწყიდი ფასი არის ევროში და კურსი, როდესაც ცვალებადია ევროში. ანუ იდენტური პირობები აქვს ყველა სხვა დანარჩენს. სამწუხაროდ მათთან დაკავშირებით ესეთი რადიკალური განსხვავება ვერ ვნახე და შესაბამისად ვერ დაუსვი ეს შედარებით ფასებს გულისხმობ, პლუს ემატება რა თქმა უნდა ადგილობრივი ხარჯები. და ნუ ის კომერციული პირობები, რომლებიც ვართ. რაც შეეხება ეფექტურობას კომერციული პირობებით განსხვავდებით იგივე кэшბექები მაგალითად კომერციული პირობებით სხვა ქვეყნებს თუ გულისხმობ, ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია. ჩვენ ადგილობრივ ბაზარზე მგონია, რომ დიდად განსხვავება არ არის, დაახლოებით იგივე რეინჯში ვჯდებით, რასაც სხვა გამომცდელები ამბობდნენ ხოლმე. ამიტომ ეფექტურობასთან დაკავშირებით უბრალოდ ვერ გავუგეთ ერთმანეთს, იმიტომ რომ ნამდვილად არ გვაქვს 80%. 45-იც გითხარით, ანუ სხვა ციფრებთან შესაძლებლობაში როგორია? როგორც წესი ვთვლით ხოლმე გასაყიდი ფასიდან და ყველა ეს ერთ ენაზე ლაპარაკობთ, როგორც ყველა სხვა დანარჩენი. და დაახლოებით იმ პროცენტულ მაჩვენებლებში ვჯდებით, როგორც სხვა გამომცდელებმა ახსენეს, ეს არის დაახლოებით საშუალო შეწონილი 30% თუ კომერციულ პირობას გულისხმობ. არა, უყურეთ ხა რომ დავზუსტდეთ. წინა გამომცვლელები იყო ეს მარჟა 18% ვიღაცის შემთხვევაში, 25% ვიღაც შემთხვევაში, 33% ვიღაც შემთხვევაში, თქვენი არის 45%. იგივე მარკეტინგის ხარჯები თქვენთვის არის 38%, სხვა შემთხვევაში არის ბოდიშ მარკეტინგის არა, საოპერაციო ხარჯები, სხვა შემთხვევაში 25, 20, 11 ვიღაცა ეფექტურად ოპერირებს. ანუ ეს ხარჯები იმიტომ არის თქვენ შემთხვევაში ამხელა რომ თქვენ გაქვთ რაღაც ოპერირების ისეთი მოდელი რომელიც საბოლოო ჯამში მომხმარებელს აწვება ფასად თუ რამე სხვა პირობით არის გამოწვეული. ყველაზე დიდი ნაწილი როგორც აღნიშნეთ აქ არის კომერციული პირობები რომლებიც ასევე ასახულია ფასში. ანუ ფასში რო ისახება საბოლოო ჯამში მაგიტომ ნერვიულობ. ჩვენს ფასში და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა ფასდაკლებებში და დანარჩენ აქტივობებში. ლოჯისტიკის მიმართულება და საოპერაციო მიმართულება ეს ნაწილი რო ცალკე გამოვყოთ, მე ვთვლი რომ საკმაოდ ეფექტურია, იმიტომ რომ ჩვენი ლოჯისტიკა გვჭდება დაახლოებით 6-7% და აქ მეტიც იყო დასახელებული და საოპერაციო ხარჯებიც მეტნაკლებად იმ რეინჯშია, როგორც შესაძლებელია ჩვენი პროდუქტები ახან უფრო მაღალი ბრუნვის არის, უფრო მეტი ფასდაკლებები და უფრო მეტი სიღრმეებიც არის ბაზარზე. ესეც ავტომატურად უკვე ჩვენს ციფრებში აისახება. ხო, არა უბრალოდ რომ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, მაგალითად თქვენი კარაქი იტალიის შემთხვევაში მაქსიმალური ფასი 3 ევრო ნახევარია, საქართველოს შემთხვევაში ეს არის 13.9 ლარი. ყველაზე მაქსიმალური ფასს ვამბობ და თან წონა ჩვენ შემთხვევაში უფრო ნაკლებზე არის საუბარი. მაგრამ ამავდროულად, მოკლედ, სხვებისგან განსხვავებით, რადიკალური სხვაობა არის ევროპულ ფასებსა და აქ გასაყიდ ფასებს შორის და ამიტომ იწევს ნახეთ, ევროპული ფასიდან 3.5 რომ გადმოვიყვანოთ ჩვენი კურსით, დავუმატოთ ტრანსპორტირების ხარჯები, არა 3.5 არის იქ გასაყიდი, ქსელში გასაყიდი. შესაბამისად, ქსელში გასაყიდს უნდა მოვაკლოთ ყველა სხვა დამატებითი ხარჯი და იმას უნდა დავუმატოთ, მაგრამ იგივე პრინციპით ითვლიან თქვენი კოლეგებიც და მათ შემთხვევაში ესეთ დიდი სხვაობა არ არის. გააჩნია რა პერიოდში აიღეთ წინა გამოსვლებმაც ახსენეს, ანუ 13 ლარი შეიძლება იყოს საცალო ფასი, მაგრამ საშუალო წლიური ფასი რო აიღოთ, როდესაც არის საკმაოდ ღრმა ფასდაკლებები, თან ეს ფასდაკლებები მუდმივად არის სხვადასხვა ქსელში, საშუალო ფასი 13 ლარი არ გამოდის. არის შემთხვევები, როდესაც 7 და 8 ლარად იყიდება. კარგით, ამ თემაზე ალბათ ვერ შევთანხმდებით. 3.5-თან უკვე დიდი სხვაობა აღარ გამოდის. კარგით, ამ თემაზე ალბათ ეს ვერ მივალთ კონსენსუსამდე, მაგრამ ერთი კითხვა მაქვს კარაქის და რძე პარმალოტის შემთხვევაში 2023-დან 24-მდე და 24-დან 25-მდე თუ შეგიძლიათ გითხრათ
გითხრათ დაახლოებით რამდენი პროცენტით გაიზარდა თქვენი ფასი, შესყიდვის ფასი? 23-დან 24-მდე ნამდვილად არ მახსოვს უშუალოდ კარაქის ფასი როგორ მოხდა. საბაზრო ტენდენციები ბოლო პერიოდში, ბოლო 2 წლის განმავლობაში იყო, რომ ცხიმზე ძალიან იზრდებოდა მსოფლიო ბაზარზე ფასები. მეცაც გეტყვით, წინა წელს 25-ში მიაღწია თავის მაქსიმუმს, ესეთი დიდი ხანი არ ყოფილა. შესაბამისად, ჩვენი შესასყიდი ფასიც გაიზარდა. სრულად ასახო ვერ მოვახერხეთ ფასებში, თუმცა რაღაც ნაწილი ფასების ზრდა გამოიწვია ამან. მხოლოდ იმ ნაწილით, რომ გაიზარდა შესასყიდი ფასი. დაახლოებით პროცენტი ესე ზეპირად არ მახსოვს, უშუალოდ ამ პროდუქტზე რა იყო, შემიძლია დამატებით მოგაწოდოთ. კარგით, მე რომ გითხრათ თუ შეგიძლიათ ეს დამატებით შეგვიძლია გადავამოწმოთ. ანუ კარაქის ფასი დაახლოებით, ყველაზე მაქსიმალური ფასები გვაქვს აღებული, გასაყიდს გულისხმობ. 23-დან 24-მდე გაიზარდა 15%-ით, 24 წლიდან 2025 წლამდე გაიზარდა 22%-ით. საკმაოდ დიდია, 9.5 ღირდა, 11 გახდა, შემდეგ 13.5. ჯობია რომ გადავაზუსტოთ, იმიტომ რომ 22%-ით ნამდვილად არ გასდილა ჩვენ შემთხვევაში კარგი. ჩვენც ძალიან გვაწუხებს ეს პროცენტი. კი ბატონო, შეგვიძლია. და უბრალოდ კითხვა არის, რომ თქვენს ხარჯზე იზრდება ეს თუ რომელიმე ქსელი არის ამაში დამნაშავე, იმიტომ რომ მაგალითად რძე პარმალატი 6.5 ლარიდან გაიზარდა 8 ლარამდე, ეს არის სადღაც 22% და 8 ლარიდან შემდგომში 2025 წელს გაიზარდა 9 ლარნახევრამდე, ეს არის სადღაც 15%. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი მონაცემით მოგაწოდოთ, როგორ იყო ფასები. ეხლა ვერ შეძლებ. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ის რა ფასიც თვითონ შესასყიდი ფასი გაგვეზარდა, მაგალითად საფრანგეთიდან შესასყიდი ფასი რაც გაიზარდა, ჩვენ მთლიანად ჩვენი მოგების ხარჯზე დავაფინანსეთ და მთლიანად გაზრდა ვერ მოვახერხეთ, იმიტომ რომ ჩვენი აზრითაც ძალიან მაღალი იყო. კარგით, რადგან თქვენ შემთხვევაში ყველაზე ხილული არის ის პრობლემა, რომელზეც ვსაუბრობთ, თუ შეგიძლიათ რომ მოგვაწოდოთ თქვენი მონაცემები, რადგან უკვე ამ შეხვედრის შემდგომ ჩვენ ქსელებთან შეგვექნება შეხვედრა და ნამდვილად მაინტერესებს გავიგო ვის ხარჯზე იზრდება ეს ფასები, ისე რომ საბოლოო ჯამში მომხმარებელი არის ასე ვთქვათ დაზარალებული. მადლობა. მე რამდენიმე კითხვას დავსვამ. და თუ გაქვთ ინფორმაცია რა მაინტერესებს, იცით, თქვენი პროდუქტები ქსელებში, აი საბაზისო ფასად რა ნაწილი იყიდება, თქვათ და სააქციო ფასად. ტენდენცია იგივეა, როდესაც არის აქციები და აქციები მუდმივად არის სხვადასხვა ქსელში, იყიდება ესე 80% ქსელის აქციის პირობებში და დანარჩენი დაახლოებით 20% იყიდება არასააქციო პერიოდში. კარგი, რატო ვიძახით, იმიტომ რომ ჩვენ ახლა საველე კვლევას ვაკეთებთ, ასე რომ ვთქვათ, ერთი თვის მონიტორინგს ვაკეთებთ წამყვან ქსელებში, კონკრეტულ სოციალურ პროდუქტებზე, როგორიც არის კარაქი, შაქარი, ზეთი და ასე შემდეგ, ყოველდღიური მონიტორინგი ჭირდება იმისთვის, რომ სწორად გესწრდეს, როგორი არის ფასების დინამიკა რეალურ საველე პერიოდში და ამას ძალიან მნიშვნელოვანი აქვს და თქვენ რასაც ამბობთ მაინტერესებს შემდეგ დაემთხევათ თუ არა მაგ იმას თქვენ ისა. ხო, ესე იგი თქვენც ამბობთ რომ დიდი ნაწილი არის სააქციო ფასით იყიდება, მნიშვნელოვანი ნაწილი საბაზისო ფასით იყიდება 20-30% ასე არის. დიახ, დაახლოებით. ერთი კურსზეც გითხავთ რა, ფასწარმოქმნის დროს რა კურსს აფიქსირებთ, რა ინტენსივობით და როგორ ანგარიშობთ ვალუტის კურსს? ფასწარმოქმნის დროს ხდება დაახლოებით იმ ტენდენციების გათვალისწინება, რაც არის მიმდინარე და შესაბამისად ის ინფლაციური პერიოდები, ინფლაციის განაკვეთი, რაც არის ქვეყანაში მოლოდინი, მეტად არა. კონკრეტულად რა გვიხსენეთ? აი ეს პერიოდი რა ხდება, აი გადახდა ხო ხდება 70 დღე, 75. აი ამ პერიოდში კურსის ცვალებადობას როგორ რისკს როგორ აზღვევთ, ასე რომ ვთქვათ, რა პრინციპით? ჩვენ ვიღებთ დაახლოებით კურსს ჩვენი დაშვებით, რომელსაც ასევე გვყარნახობს ჩვენი ჯგუფი და სხვადასხვა კვლევები არსებობს ამისათვის, რომ დაახლოებით გამოითვალო კურსი რაც არის, თუ კურსი იმაზე მეტად გაიზარდა ან შემცირდა, შესაბამისად ვაკეთებთ რეაგირებას იმ პერიოდის მონაცემებიდან გამომდინარე. ანუ სიხშირე არ ხდება. ეს ხებთანაც მექნებოდა ეს შეკითხა, ხა არის მაგალითად მსხვილი კომპანიები, რომლებიც კომპენსირებას აკეთებენ ამ კურსის წლის მანძილზე თუ მოხდა ამ ვალუტის კურსის რყევა. აი თქვენ შემთხვევაში როგორ არის და იქ იმას ხებმაც გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ რაღაცა ფიქსირებული კურსი, რაღაცა პლუსით აღებული დაუშვათ წლის მანძილზე რითიც ოპერირებთ თუ
ცვალებად კურსს მიყვებით თუ არის თქვენი სათავო ოფისებიდან ხდება კურსის სტაბილიზაცია? წლის ბიუჯეტის შედგენის დროს წელიწადში ერთხელ ხდება კურსის დადგენა, მაგრამ თუ წლის განმავლობაში კურსმა განიცადა რყევები, შესაბამისად ვიღებთ გადაწყვეტილებას. აი ეხა მაგალითად აი მიმდინარე ეტაპზე 1 ევრო თქვენთან რა ღირს? ჩვენთან რა ღირს, ანუ რა თანხაზეა გადათვლილი, მაგას გულისხმობთ? კი, რა თქმა უნდა. დაახლოებით 3.15-დან მაქსიმუმ 3.2-მდე იმ მონაკვეთში მოქმედებთ, როგორც ეხლა რეალურად არის. ანუ მიმდინარე კურსი არის ჩვენი მიმდინარე თვითღირებულების და გასაყიდი ფასის კომპონენტი ამ მომენტში. მე მაქვს რამდენიმე კითხვა. თქვენ ახსენეთ, რომ რაღაც ჯგუფის წევრი ხართ, რამდენიმე კომპანია შედის ამ ჯგუფში და ასევე თქვით, რომ აწარმოებთ აქ. რას აწარმოებთ? თქვენი წარმოება რა არის? ჩვენი ჯგუფში შემავალი კომპანია არის კომპანია სანტე, და ჩვენ ვართ დისტრიბუტორი ამ პროდუქციის. სანტეს ნაწარმის. და ყველაფერი ის, რასაც აწარმოებთ, ამის იმპორტი ხდება პროდუქციის, რისგანაც ეს იწარმოება. თითქმის დიახ. აქაური რესურსი გააქვთ გამოყენებული? აქაურ რესურსსაც მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გამოვიყენოთ, იმიტომ რომ უფრო ეფექტური, რადგან ნაშთებიც უფრო ეფექტურად იქნება მართული და ვცდილობთ, მაგრამ ყველაფერი ხელმისაწვდომი ადგილობრივ ბაზარზე არის. აი აქაური ბაზრის, აი რესურსის გამოყენება რა ბენეფიტებს მოგცემთ? რას შეგიძლიათ ან გააიაფებს თუ არა ეს პროდუქტი? საბუნებო სახსრებს გააიაფებს პირველ რიგში. დაახლოებით რა ხარისხით შესაბამისი უნდა იყოს. ხარისხი მე გულისხმობ ყოველთვის რომ ხარისხს არ უნდა შეეხოს ეს და ხარისხის ხარჯზე არ უნდა გაიაფდეს. საბუნებო სახსრებისთვის იქნება დაახლოებით რა პროცენტით გაქვთ მოლოდინი რომ ეს შეიძლება გაიაფდეს თუ ადგილობრივ წარმოებას, ადგილობრივ პროდუქტზე იქნება წარმოება აწყობილი. ამის თქმა ახლა ცალსახად გამიჭირდება, იმიტომ რომ ძალიან კომპლექსურია და ძალიან მრავალფეროვანი არის შესყიდვები დაწყებული ნედლეულიდან შესაფუთები და სხვადასხვა ტიპის ინგრედიენტები. ამიტომ რთულია რა პროპორციით იქნება ადგილზე გადმოტანილი და ეს პროპორცია მე როგორ არა მუშაობ თქვენ თქვით რომ მუშაობთ ამაზე და თუ მუშაობთ რაღაცა ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ადგილობრივ მწარმოებლებთან ვითანამშრომლოთ. ამ შემთხვევაში სანტეს გადმოსახედიდან მომავ და არა დისტრიბუტორი. ჩვენ ვართ დისტრიბუტორი ამ შემთხვევაში ლაქტალეს ჯორჯია, რომელიც მზა პროდუქციას ყიდულობს და შემდეგ აწვდის ქსელებს. ამიტომ ჩვენ ნედლეულთან შეხება ლაქტალეს ჯორჯის კუთხით. თქვენი დისტრიბუცია რა პროცენტით არის დაკავებული? აი დატვირთულობა რა მხელა? მაღალია დატვირთულობა. სრულად თითქმის სრულად არის დატვირთული რამდენიმე დღეს თუ არ ჩავთვლით კვირის განმავლობაში. თქვენ არ გიფიქრიათ, რომ თქვენი დისტრიბუცია მაგალითად სხვა კომპანიების დისტრიბუციასთან ერთად კოალიცია, აი როგორც მოვისმინეთ ერთ-ერთი მაგალითი ორი კომპანიის შორის ურთიერთობის მსგავსი რამე ხო არ გიფიქრიათ და? კი, გიფიქრია, თუმცა არ არის მარტივი, იმიტომ რომ რძის პროდუქტები ყოველ მეორე დღეს ხდება დისტრიბუცია, როგორც აღნიშნეთ, საცალოდ ხდება მითვლა და საკმაოდ რთულია და მასშტაბურია, ასე რომ თუმცა წინააღმდეგი არ ვართ, ყოველთვის ღია ვართ მსგავსი ტიპის გაერთიანების თუ ეს ეფექტურობას ორივე მხრიდან გასდის. გაზრდის, რა თქმა უნდა. მადლობა. კარგი. ლოგისტიკის ნაწილში აი თქვენ რას გააუნჯობესებდით? მაგალითად რა შეხედავთ, რომ სად შეიძლება რომ უფრო ეფექტური გახდეს და რა აზომები შეიძლება მივიღოთ, რომ ლოგისტიკა გავხადოთ უფრო ეფექტური? ლოჯისტიკის ნაწილში ეფექტურობა ალბათ არის ის, რომ რახან მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენ ვახორციელებთ ყველა მაღაზიასთან მიტანას, არ აქვს მნიშვნელობა ეს ქსელური იქნება თუ არა ქსელური. საკმაოდ დიდი რესურსი იხარჯება მითვლასთან, მერე უკან მობრუნებასთან დაკავშირებით ასევე და საკმაოდ შრომატევადია, რა თქმა უნდა, ეს როგორც ხელფასების კუთხით, ასევე საწყოვის. და ესე იგი მონიტორინგის თემა არის და თქვენ რა ქვია, აი ნაშთების მართვაში, ასე რომ ვთქვათ, გაყიდვების პროცესის მონიტორინგში სისტემები გააქვთ განერგილი, რომელთაც ათლას ჩანს პროცესი როგორია, ბიზნეს პროცესები მართვა შეგიძლიათ. აქ როგორი მდგომარეობა ქსელებიდან გააქვთ სრული ინფორმაცია? ქსელები
ფაილებიდან მოთხოვნის შემთხვევაში გვაქვს სრული ინფორმაცია, მაგრამ როგორც აღნიშნე, პროგრამულად ესე დეტალური წვდომა ჩვენ არ გვაქვს. უბრალოდ საჭიროების შემთხვევაში გვაწვდიან ჩვენ ნაშთებს, რაც არის იმ მომენტისთვის. და ამ პროცესების გაუმჯობესებას რამე ეფექტი შეიძლება მქონდეს, რომ საბოლოო ჯამში ამ ნაწილში თეორიულად შეიძლება ქონდეს თუ ეს სისტემური ხასიათს მიიღებს და დაინერგება ცალკე პროგრამა, რომელიც ამას გააანალიზებს, რა თქმა უნდა, ეფექტი ამასაც ექნება. ბოდიში ერთ დავაზუსტებ კიდევ, ცოტა ისეთი დისკუსია გამოგვივიდა, თუმცა თქვენ ფინანსური დირექტორი ხართ და ამ შემთხვევაში ანუ თქვენზე არ არის ალბათ გადაწყვეტილების ის ტვერთი, რაზეც მე ვისაუბრე. ეხლა უყურებ, რომ ამ კომპანიის დამფუძნებლები არიან 100%-ით უცხოელები. და რატომღაც დიდი ალბათობით ევროპელები და რატომღაც გადაწყვიტეს, რომ ევროპის ქვეყნებში გაცილებით უფრო იაფად უნდა იყიდებოდეს ის პროდუქტი, რაც საქართველოში რადიკალურად უფრო ძვირი ღირს. და ამიტომ ძალიან კარგი იქნება თუ ჩემი ეს განცხადება ციფრებით თქვენი მხრიდან უარყოფილი იქნება, თუმცა ერთი შეხედვით რასაც უყურებთ, ასე ჩანს. მადლობა. გაგცემთ პასუხს შეძლების დაგვარად. ჩვენ არის ფრანგული კომპანია, დედა კომპანია და მინდა გითხრათ, რომ ის გასაყიდი ფასი, რომელიც აქვს დაწესებული თითოეულ კომპანიას, არის ყველა ქვეყანაში ერთი და იგივე. ანუ შესაყიდი ფასი თუ იცვლება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, იმიტომ რომ პრეზიდენტი მარტო ჩვენ ქვეყანაში არ შემოდის, შედის ბევრ სხვა ქვეყნებში პრეზიდენტის ბრენდის კარაქი, ამიტომ ყველგან ერთი ფასია. კი, არა მე ვგულისხმობ უკვე შესაყიდ ფასს დამატებული თქვენი 45%-იანი და შემდგომში 38%-იანი ფასნამატი, რითიც თქვენ მე Excel-ში შედიხართ და კიდევ იქ კი, მაგრამ cashback-ი ეს ხო დედა ემატება. კომპანიის მხარეს არ არის, თუ სწორად გავიგეთ თქვენი კითხვა, ანუ კარგი, მაშინ თქვენი ამ კომპანიის დამფუძნებელი ვინ არის? ანუ ქართველები არიან? არა, სრულიად ფრანგული კომპანია. ხო, ანუ ჩემი ლოგიკის ჯაჭვში რამე არასწორად თქვი? ანუ მიგულისხმე, რომ ფრანგული კომპანია, როდესაც აწვდის მსოფლიოში სხვადასხვა კომპანიებში თავის პროდუქციას, ამ შემთხვევაში კარაქი იგულისხმებ, თქვით, ფასი არის იგივე. ანუ შემდგომ რა ხდება და როგორ ხდება ეს თაროზე, რა თქმა უნდა, მე არ შემიძლია ვთქვა საფრანგეთში თაროზე რა ფასია და იქ რა მარჟა აქვს FMCG სექტორს. ან აქ რა მარჟა აქვს, მე შემიძლია მოგცეთ დაახლოებით ჩვენი ინფორმაცია, რაც ჩვენ ხო. კი და ზუსტად თქვენს ინფორმაციაზე ვსაუბრობ, ანუ თქვენი საოპერაციო ხარჯები არის სადღაც 25-30% უფრო მეტი ვიდრე ქართული კომპანიების და ეხლა ნუ იმ დისტრიბუტორებს, ვისაც მოусმინეთ და ასევე თქვენი ასე ვთქვათ თვითღირებულებასა და გასაყიდ ფასს შორის სხვაობაც დაახლოებით ესეთ ზრდას განიცდის. ანუ ამას გულისხმობ. მადლობა. ერთი წუთი შეიძლება, ერთი წუთი. იცით რა მაინტერესებს? თქვენ როგორ ფიქრობთ? ხელისუფლებას აქვს რაიმე სახის ინსტრუმენტი ისეთი, რომელიც გამოიყენოს, აამოქმედოს და თქვენ ეს მოგცემთ შესაძლებლობას, რომ ფასწარმოქმნის პოლიტიკა შეცვალოთ, ანუ რაც მომხმარებელზე აისახება, ანუ დააკლოთ ფასი თქვენს პროდუქციას. არის ესეთი რამე ინსტრუმენტი? ფასის დაკლებას რაც შეეხება ინსტრუმენტი, რა თქმა უნდა, ალბათ არსებობს, სოფლიო პრაქტიკები უნდა ინახოს ამ შემთხვევაში, რაზეც თქვენ უკეთესად ფლობთ ინფორმაციას, სავარაუდოდ ვიდრე ჩვენ. ის ფასნამატი, რომელიც უშუალოდ კომერციულ პირობებშია განთავსებული, თუ იქნება დარეგულირებული, რა თქმა უნდა, ეს ფასი ასახვას პოვებს, ოღონდ ეს უნდა გაკეთდეს ალბათ ისე, რომ იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და მაქსიმალურად დაცული იყოს კონკურენცია და კონკურენტუნარიანობა ნებისმიერ ჩვენ კონკურენტებს შორის, იმიტომ რომ დღეს ბაზარი ძალიან გაჯერებულია, არის როგორც ადგილობრივი წარმოება, ასევე იმპორტი და ფასში კონკურენცია ძალიან მაღალია. კარგი, მაშინ მე შევაჯამებ დღევანდელ შეხვედრას პირველ რიგში დიდი მადლობა ორგანიზებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციები გავიგეთ და მნიშვნელოვანი ბიზნეს პროცესები გავიგეთ. ხა რომ შევაჯამოთ, რამოდენიმე პრობლემა გამოიკვეთა. პირველი განსაკუთრებით არის ეს გადახდის პერიოდი, რომელიც არის რიგ შემთხვევაში მნიშვნელოვნად გაწელი და ამის შეკუმშვა რაღაც არსებით შესაძლებლობას მიცემს სექტორს, რომ უფრო გაჯასახდეს. შემდეგ რიგ შემთხვევაში ხა თქვენს მხრიდან ასეთი დრამატული ეს არ იყო, მაგრამ საქონლის ბრუნის მონიტორინგი მაინც რომ გაუნჯობესეს და ციფრულზე გადავიდეს და ყველასთვის გასაგები იყოს ბაზრისთვის, რომ როგორც პროდუქციის რეალიზაცია, ასევე ფასების დინამიკა როგორია, ეს მნიშვნელოვნად გააჯასახებს
სექტორს. რადგანაც თქვენ დიდი დისტრიბუტორები ხართ, თქვენთან უფრო მტკივნეული არის კაპიტალის ღირებულება, როგორც მე შევატყვე, რადგან გადახდის გადავადება და გაწელვა თავისუფლად იწვევს იმას, რომ უფრო მეტი საკრედიტო კაპიტალის ან საკუთარი კაპიტალის მოზიდვა გჭირდებათ, რომ ბიზნეს ოპერაციები დააფინანსონ. თუ ამის შეკუმშვა მოხდა, ეს თავისუფლად აისახება უფრო ნაკლებ ფინანსურ დანახარჯებში და რაც საბოლოო ჯამში აისახება ერთეულის ფასის შემცირებაში. დაახლოებით ეს არის და ჩვენ კიდევ დამატებით ინსტრუმენტებზე მუშაობთ, რომ ბაზარზე გავაჩინოთ კიდევ ახალი ინსტრუმენტები, საკრედიტო ინსტრუმენტის ნაცვლად სხვა ინსტრუმენტები, რომლებიც ბაზარზე ლიკვიდურობას გაზრდის. და ეს ერთ-ერთი მათგანი არის ფაქტორინგის კანონზე მუშაობთ, რომელიც პარლამენტში ეს კანონი პირველი მოსმენით გავიდა უკვე და ეს საშუალებას